დაბრუნდით ჩვენს პირდაპირ ეთერში ვართ და ძალიან საინტერესო გამოცემის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც საბერძნეთში გამოიცემა, აი ეს ძალიან მშვენიერი და შემეცნებითი ჟურნალი, გაზეთი და ახარებს იქ ცხოვრებ ქართველი. ანა ყურშავიშვილი, ქართველი ემიგრანტი, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, მოღვაწეობს და ცხოვრობს საბერძნეთში და ძალიან ბევრ კარგ საქმეს ემსახურება. მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და გვინდა გიზურო წარმატებები ქაბუტონო ანა, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, დიდ საქმეს ემსახურებით და აგრძელებთ, რაც ყველაზე მთავარია იმ ხაზს, რომელიც როგორც ჩვენ დასაწყისში ვთქვით, 21 წლის მთავრობამ დაიწყო და ბუნებრივი არ იყო მაშინაც ადვილი, რომ გამოცემული იყო სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთები, მაგრამ ვიცით ჩვენ ემიგრანტული პრესის ისტორია და რამდენი გაზეთი და ჟურნალი შემორჩა თაობებს, სწორედ და რამდენი მნიშვნელოვანი მასალა დაიბეჭდა იქ. მოდით გითხარით პირველ რიგში, რამდენი ხანია რაც ცხოვრობ და როგორ მოახერხეთ თავის დამკვიდრება ქვეყნის ფარგლებს გარეთ? დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობას გიხდით ემიგრანტების ცხოვრებაზე, რომ ასე დაინტერესდით და გადაცემაში მომიწვიეთ. აი ჩემს წინ ბატონი გელა საუბრობდა და რატომღაც ამეკვიატა ლევილში, რომ წერია ერთ-ერთ საფლავზე ძვლების კი ფიქრობს საქართველოზე. აი ეს არის გოდება იმ ქართველის, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს. ქართველი უსაქართლოდ არის ძალიან უბედური. აი ეს სიტყვა არ მინდოდა რომ მეთქვა, მაგრამ ასია. გახარებული ბედნიერი ემიგრანტი მე არ შემხვედრია. ნუ რა თქმა უნდა, როცა ის წარმატებულია, როცა ის თავის საყოველთაო საქმეს აკეთებს, აქვს ეს შრომითი ბედნიერება, მაგრამ უსაქართლობა იქ ყველას ძალიან გვიჭირს. ემიგრანტი, რომელიც საქართველოდან მიდის, რა თქმა უნდა, ეს იძულებითია ეს წასვლა და რაღაცნაირად ეტაპებივით არის. პირველად ძალიან უჭირს უკან გამოქცევაზე ფიქრობს შვილები, დედა მოხუცი ელოდება, მე ცოტა შეეგუება ენას ისწავლის. მე რო კი არის ეტაპი, როცა გინდა შენი ქვეყანა წარმოაჩინო, რომ არ იყო დამცირებული, როცა შეამაყე დამცირებული სამსახური გაქვს იქ ყველა, იცით როგორ მუშაობს. და უკვე გინდა რომ შენი ქვეყანა წარმოაჩინო, იმიტომ არავიზე ნაკლები არც მეცნიერება, არც კულტურა, არც ხელოვნება, არც ნამუსი, არც კრემამოსილება ქარაკლია. და აი ამ ეტაპზე უკვე მოდის რაღაცის სიხარული, რაღაც ამაყიხდები, რაღაც ვალსი ხდი, სამშობლოს ვალს, რომელიც ყველაზე ალბათ შთამაგონებელი და ძვირფასია. მე როცა ჩავედი, მაშინ არც მობილური ტელეფონებიც კი არ იყო და ძალიან რთული იყო, რა თქმა უნდა, იქ ქართული გაერთის გამოცემა, მაგრამ როცა მოინდომებ, ძალიან კარგი. რამდენი წელია რაც გამოდის? მე არ შემეშალოს ჩვენს ოპერატორს მე-13 წელი. მე-13 წელია რაც უწყვეტ რეჟიმში გამოიცემა ქაბუტონო ანა. არზუს არ შეწყვეტილა მისი გამოცემა? არა, აი ეხლა ამ ზაფხულს ცოტა შევაფერხეთ 2-3 ნომერი, არასოს. ოთვეში ორჯერ გამოდის. გამოდიდა ჯერ 8 გვერდიანი, მერე 12, მერე 20 და ეხლა 22. მასალებს ვინ გაწვდით? მე ჩამოვედი, აქ ჩამოვედი. ფინანსური კრიზისი ხომ არ არის? არა, ჩვენ დაგეხება, არა. ფინანსური კრიზისი არ არის. ხარემ ყველას ეხება და თქვენთვის არ შეგეხოთ. ქაბუტონო ანა, მასალებს ვინ გაწვდით? როგორ კრავთ ამ ყველაფერს? მასალებს იცით, იქ ყველას წერს. აი რაღაცა შთაგონება აქვს, ეს მონატრება, სამშობლოს მონატრება, ეს არის ყველა მონატრებაზე უფრო ძლიერი. ყველა წერს, ის ადამიანი, რომელსაც არასდროს არ დაუწირა ლექსებსაც კი წერს. საფეზეა ფაქტი. კი, უძღვნია საქართველოს აქ დარჩენილებს. ყველა წერს, მე ძალიან უხარიათ, როცა ეს იბეჭდება, დაბეჭდილი, აი წიგნი, გაზეთი ხო, აი ჯარში გაგზავნილი შვილებით არის, რომ დაგიბრუნდება რაღაც სხვანაირი, განსხვავებული. ვინ გეხმარებათ ამ ყველაფერში? თქვენთან ერთად რედაქციაში? ჩემი კოლეგები იქაური და ადამიანები, რომელთაც უნდათ რომ აი ეს გარდა იმ სამსახურისასაც 24 საათიანი სამუშაოა და ეს მოხუცის მოვლა ბავშვების აღზრდა და სჭირდება რაღაც სულიერი კიდევ და ესენი წერენ უანგაროთ, რა თქმა უნდა, ენთუზიაზმზეა ეს გაზეთი დამყარებული. არანაირი. ქაბუტონო ანა, ასე რომ შეეხო კრიზისი ეკონომიკური. ალბათ ეს სულიერი სიახლოვეც არის სამშობლოსთან, როდესაც წერ აი ეს ხალისი გაქვს, რომ ეს გამოიცემა შემდეგ შესაძლებელია რომ გაზეთი საქართველოშიც მოხდეს, აქაც წაიკითხონ მათი გუნდი. ყველა აგზავნის მერე საქართველოში, თავიანთ ოჯახებს უგზავნიდნენ. მერე ოჯახები წერდნენ რომ ვიტირე ძალიან სასიამოვნო იყო და ესეთი.
ძალიან იქ ბევრი რამ კეთდება ქართული საბერძნეთში. იქ არის არაჩვეულებრივი კულტურის ცენტრები, არის საკვირაო სკოლები, საბავშვო ბაღები, გაზეთი გამოიცემა, მე წიგნებს ბეშტალით აი რამდენი ეს წიგნები იქნება გაგვესწრებით. აი ეს ახალი წიგნია ქალბატონი ლეილა სოლოღაშვილი სალონიკში ცხოვრობს. ეს პოეტური კრებულია? პოეტური კრებულია და ყველაფერი შეიტანა რაც ემიგრაციას ეხება, რეალობა ემიგრანტის ცხოვრების. ეს 100,000 დედა ემიგრანტი, აქ 100 ლექსია, 100 ქართველი თითო ლექსის შევიდა. ეს ჩემი წიგნებიც წამოვიყოლე, რაც უცებ მოვიფიქრე. ძალიან ბევრი წიგნი გამოვეცით, იქ უნდათ რომ თავისი წიგნი რაღაც სამახსოვრო ჰქონოდათ. ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი სიხარულის მიმნიჭებელი და რა ვიცი. თქვენ წიგნების შესახებაც გითხარით, რა თემებს ეძღვნება თქვენი შემოქმედება? ჩემი პირადი წიგნი. დიახ, რა თქმა უნდა, რადგან არის აი ეს არის მაგალითად ჯაჭვი. დაახლოებით ხვდებით? ემიგრაცია არის ჯაჭვივით. ეცი რაღაცა ბორკილი, მაგრამ უფლის გამოცდა ემიგრაცია საერთოდ. ან უნდა გადაეშვა ევროპულ ცივილიზაციაში, ან უნდა შეინარჩუნო ქართველობა. და უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ინარჩუნებს ქართველობას. როცა ქართველი შედის სამსახურში, არ ეკითხებიან გვარს. ქართველი ხალე უკვე საკმარისია, რომ ის არის ძალიან კდემამოსილი, ერთგული, შრომის მოყვარე, პატიოსანი და ეს ძალიან საამაყოა. და რა თქმა უნდა, ეხლა ეს ჩემი მოთხრობები იქაურ ცხოვრებას ეხება, რეალური ფანტაზიაც მაქვს. გამოგონილი პერსონაჟებიც არიან, მაგრამ რეალურ ამბებს გვიყვებიან ალბათ. უფრო მეტი არ არის გამოგონილი. კანტონანა, ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და კითხავთ იქაურ ქართველებთან თქვენს ურთიერთობაზე. რა მესმის რომ ყოველს დატვირთული გრაფიკი აქვს, იმიტომ რომ აქ მათ ოჯახები ელოდებათ და ძალიან ხშირია შემთხვევები, სადაც ისინი არჩენენ აქ ოჯახებს, თუმცა ალბათ ყოველთვის რაღაც ერთი დღეში კვირაში ერთხელ მაინც ის შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია. კვირა დღეს ყოველთვის ვიკრიბებოდით, ვაწყობდით, ვაჟაფშაველა, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გრიგორო ბაკიძე, საღამოებს, ლიტერატურულ საღამოებს, აი ამ წიგნების პრეზენტაციებში 200-მდე წიგნი გამოვეცი მე ემიგრანტების და აი ძალიან საინტერესო ფაქტს ავაწყდით. როდესაც ქართულ ქალბატონს ერთ-ერთი $5,000 გადასცა, სადაც მუშაობდა იმ ქალბატონმა ეკლესიის მშენებლობისთვის. კი, ეს არის დარეჯან ოქროპირიძე, რომელსაც მესხეთში ააშენა ეკლესია. და სხვა შორის მე რომშიც ვიცი ესეთი ფაქტი, როდესაც ქალბატონი მუშაობდა აეროპორტში, შემხვდა ეს ქალბატონი, ერთად ვიმგზავრეთ და ჩემო სადაც მე მომვლელად მუშაობ, ოჯახში დამხმარედ მუშაობ, ის ქალბატონი ყოველ კვირას მე მაძლევს თანხას იმისთვის, რომ კათოლიკე ეს ქალბატონი, რომ მე წავიდე და ტაძარში დავდო ან მართლმადიდებლურ ტაძარს შევწირო თანხა. და ეს ეთყობა ხშირი არის აი ეს. ხშირია, იმიტომ რომ ქართველები, აი მე ხომ გითხარით, ძალიან ერთგული, ქართველი ხალი ხო ბუნები ძალიან ერთგული და შრომის მოყვარია და უცხოელებს ეს ხანდახან უკვირთ. იმიტომ რომ შენი შვილი რო ყავს მიტოვებული და სხვა შვილს ქართული ამნანით აძინებ, ეს უცხოელისათვის არის ძალიან ზოგჯერ გაუგებარი, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. და უნდათ რომ ეს თავიანთი პატივისცემაც ამით გამოხატონ. ძალიან ბევრმა ქართველმა ქალბატონმა თავისი ფულით ააშენა ეკლესია. აი ახლა არის ერთი ქალბატონი გულოდევიძე, ქუთაისიდან არის, თავისი მამა პაპი სოფელი მოძებნა ზესტაფონის რაიონში და ააშენა ეკლესია, აშენებს ახლა არ დაუმთავრებია. ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები, ძალიან ხშირი. იმიტომ რომ რაღაცა თითქოს ვალდებული ხარ, აი ეს შიშორე, აი ეს ნოსტალგია, რაღაცა ვალდებულებას განიჭებს. სამშობლოს აი ამით. რა თქმა უნდა. და იქ ხომ წმენამ გადაარჩინა ყველა ქართველი, წმენამ და ლოცვამ. აი მინდა რომ აღვნიშნო ერთი თუ შესაძლებელია, იქ ხო ჩამობძანებული ჩვენი პატრიარქი. და მე პირადად ძალიან დეპრესიაში ვიყავი, როცა ჩავედი პირველი წელიწადი სულ ტირილით დავდიოდი ქუჩაში. თუ მანქანის გავიგონებდი, ჩემი შვილი მეჩვენებოდა, თუ ბავშვის ტირილს გავიგონებდი, შვილიშვილის მამესმოდა. და ასია უმრავლესობა, 90% ქალბატონების ასია. პატრიარქი იყო ჩამობძანებული, ძალიან ლამაზი შეხვედრა მოეწყო დიდ ბრიტანეთში, ეს არის სამთავრობო სასტუმრო დელეგაცია იყო ჩამოსული. პირადად მე ასეთი ბედნიერი დღე იშვიათად მქონია, მამაშვილურად ჩამიკრა გულში და როცა მის თვალებში ცრემლები აკიაფდა,
მე მივხვდი რომ ძალიან დიდი საქმე გამეკეთება. ძალიან რთულია სამშობლოდან მოშორება, ეს რა თქმა უნდა ვიცით და ერთ-ერთი ნუგეში ალბათ იქ რაც არის ის ადგილობრივი სამრევლოები, სადაც ბევრი ადამიანები იყვავს ქართველი მოძღვარი მამა სინესიოში ტემურაზ კალანდაძე, მამა აბიბო, ეს ბერძენია პონტიელია წარმოშობით, დიდი მრევლია იქ არის წმინდა პანტელეიმონის ეკლესია, სადაც ქართული წერვა აღევლინება და ადამიანები სულიერად განწმენდასაც იწვევს ეს ემიგრაცია. რაღაცეთ უფრო უახლოვდები უფალს, აი ამ ლოცვით, წმენით, უნდა გადარჩეს, სხვა გზა არ აქვს. უკან გელოდება შვილი ავადმყოფი, დედა, დედის საფლავი, რაღაც აუცილებელია ლოცვა, აუცილებელია წმენა და აუცილებელია ეს ქართული წერვა, რომელიც მიმდინარეობს იქ წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში, ნემსიარ ჩავარდება კვირაობით იქ რომ მიბრძანდეთ. მე ქართული ინათლები ამ ბავშვები დაბადებული, ჯვარს იწერენ ქართველი წყვილები და ეს ძალიან ყველაფერი იქ უნდათ ქართული. აი არიელ ხარხელაური პოეტი არის, იცით ალბათ ცნობილი, იყო ბრძანდებოდა იქ. დიახ, ბატონ ტარიელს ძალიან დიდ პატივს აქვს, მიყვარს და ხშირი სტუმარია ჩვენი. ჩვენ ერთი სოფლიდან ვართ და მე ძალიან მიყვარს. და შევიკითხე აი რა მოგეწონა მეთქი პირველი შთაბეჭდილება ქართული სულიერება აქ უფროაო მაპატიეთ აი ვიდრე საქართველოში აქ უფროაო გაოცებული იყო აი იმდენად გიყვარდება უფრო მეტად გიყვარს სამშობლო როცა შორს ხარ აი შეიძლება ეს ემიგრანტი თუ არ არის ადამიანი ვერ გაიგოს მაგრამ ეს ასეა უფრო მეტად გიყვარს სამშობლო, როცა შორს ახარ, უფრო მეტად გინდა წარმოაჩინო. მე მაგალითად რომელ ოჯახში შევდიოდი, მე მქონდა სუხიშვილების კასეტა, რომ ეჩვენებინ, აი როგორ ცეკვავთ ქართველები, მე მქონდა საგალობლები, აი როგორ გალობენ ქართველები და სხვათა შორის ერთხელ იყო ხალხური სიმღერა იქ რაღაც 8 ფეხას ბეგვავდნენ. და ნახეო რა კარგად გალობს. ბერძენმა მეთქა და ქართველია მეთქის, ქართული გალობა ამეთქი და არ დამიჯერა. და მე ჩაწერა და წაიღო და გასინჯა რომ მართლა იყო ქართულ გალობაზე იყო რაღაც რეკლამა 8 ფეხას ბეგვავდნენ გემზე. და ძალიან სასიამოვნო ის არის რომ ემიგრანტები ყოველთვის ცდილობენ წარმოაჩინონ თავისი ქვეყანა როგორიც არის. არ უნდა ჩვენს ქვეყანას ქება და ის როგორიც არის. ამის ნათელი მაგალითი თქვენ ბრძანდებით ქალბატონო ანა და ჩვენ გვინდა დიდი მადლობა გითხრათ იმ ყველაფრისთვის რაც აქამდე გააკეთეთ და ასევე გვინდა გისურვოთ ჯანმრთელობა მხნეობა რომ კიდევ დიდხანს ემსახუროთ ამ კეთილ საქმეს. გაიხარეთ, უღმესი მადლობა. გემშვიდობით საუკეთესო სურვილებით ჩვენ მოვიკითხავთ თელ ემიგრანტს ვიცით რომ გიყურებენ ჩვენ საზღვარგარეთ იმიტომ რომ თანამგზავრზე მაუწყებელს ჩვენ ტელეკომპანია კი ბატონო და ყველას უსურვებთ რა თქმა უნდა სამშობლოში დაბრუნებას და იმ გამოცდილების და იმ თუნდაც ფინანსური თუ სულიერი სიკეთეების მოხმარას ჩვენს ქვეყანაზე, რაც მიიღეს მათ სხვა ქვეყანაში. ძალიან ამაღლებელია ნამდვილად, როდესაც ემიგრაციაზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და გისურვებთ წარმატებას. წარმატებას ქალბატონი ანა ყულშაიშვილი საუბრობდა სტუდიაში. გემშვიდობით და თქვენთან ერთად ჩვენს თავმშვიდობებით ერთგულ მაყურებელს დღეისათვის სულ ეს იყო ერთმანეთს უკვე ორშაბათს 2:30-ზე. ახალი სტუმრები და ახალი თემებით ხვდებით. მშვიდობიანი შაბათი კვირა გვინდა გისურვოთ ნახვამდის. მადლობა რომ მთელი კვირის მანძილზე იყავით ჩვენთან. ორშაბათს 2:30-ზე იაბედოიძე და ესა ირაკლი ალფაიძე თქვენთვის დავიწყოთ მუშაობას ორშაბათამდე.